ვამაყობ, რომ როცა საუბარი არის ევროკავშირთან დაახლოებაზე, გარემოს დაცვის სექტორი არის ყველაზე წინ და ჩვენი ორგანიზაციის კვალი ამ მიმართულებაში ნამდვილად დიდია და ძალიან მიხარია და მეამაყება ეს. ჩვენი ორგანიზაცია გამომდინარე იქიდან, რომ არის ევროკავშირის შექმნილი, უკვე 25 წელია, სხვა არაფერი არ უკეთებია ჩვენს ორგანიზაციას. ნაბიჯ ვაახლოვებთ გარემოს დაცვის სისტემას ევროკავშირის სტანდარტებთან და მე ვფიქრობ, რომ უკვე საკმაოდ ახლოს ვართ. თავარია ნება და განწყობა არსებობს და მზაობა. მეორადი ნივთებისგან ამზადებენ ბავშვები, სხვადასხვა ნაკეთობებს ამზადებენ. ანუ ეს არის ცირკულარული მიდგომა, მოკლედ ეგრეთ წოდებული ცირკულარული ეკონომიკა. თუ როგორ ხედავენ ბავშვები და გაუცნობიერებლად აკეთებენ ამას. შესაძლებელია ადამიანები ჩვენც ვაკეთებდეთ ამას სახლში, თუმცა უფრო დიდი რესურსი გვაქვს და უფრო მეტის გამოყენება შეიძლება. სწორედ სენის სტენდი სწორედ ამას ემსახურება, რომ პატარა ბავშვებიდან დაწყებული, თუნდაც მოზრდილებში, სრულწლოვანებმა გაიაზროს სწორედ ეს ცირკულარული მიდგომა, რაც დაკავშირებული არის ნარჩენების შემცირებასთან. ან თუნდაც წამოიწყოს ნებისმიერი ახალი დღე ისე, რომ ნაკლები ნარჩენი წარმოქმნას. და სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი სტენდი. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ სენის ზოგადი მიდგომა არის გარემოზე, გარემოს დაცვაზე, ტყეების შენარჩუნებაზე, მავნებელ დაავადებების მკურნალობაზე, რომელიც ჩვენს ბუნებრივ გარემოში უხვად გვაქვს ესეც. ყველაზე მთავარი მაინც არის კეცხოველი სასკოლო პრემია, რომელიც 10 წელზე მეტია უკვე მეორე ათეული წელი დაიწყო და მოიცვა თითქმის ყველა სკოლა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლის ეკოკლუბები ღებულობენ მონაწილეობას და სწორედ ეს ეკოკლუბები ზოგჯერ ისეთ საქმეებს აკეთებენ, ისეთ საქმეებს ინიცირებას უკეთებენ, თვითმმართველობებთან თანამშრომლობენ, რომ ნამდვილად გაგიკვირდებათ და ნამდვილად ამ ბავშვებს, ამ მოსწავლეებს და ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს მომავალი და ეს მომავალი იქნება ევროპა და ევროკავშირი. დედამიწა ჩვენი ერთადერთი სახლია. რა მოხდა, ფისო? ერთი ხალხი გადაგაგდე. ქვეყანა ხომ არ დაიქცა? დღეს ერთი, ხვალ მეორე და ასე იწყება პრობლემა. აი მაგალითად, წეღარ შენ რომ ფანჯრიდან. აი ეს ბოთლი გადმოხდე. მის ბუნებრივად განადგურებას 500 წელზე მეტი სჭირდება. 500 წელი? დიახ, ზღვებსა და ოკეანეებში 450. კარგი, ფისო. ან წაიგე.
და სადაც საჭიროა, იქ მოათავსე. ცვლილება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო. ხო, ასეც მომიქცევი. ხო, კარგი. აბა შენიცი, მე სანადიროდ უნდა წავიდე. ხო, სახლი კარგად დაასუფთავე, ეზო დაგავე, ყვავილები მოვწყე. სანადიროდ მივდივარ და საღამოს შინ დავბრუნდები. ნუ გაშინია ფიცო, როგორც დავარიგე, ისე მომიქცევი. აბა, შენიცი. ევროპა და ევროკავშირი არის ჯანსაღი გარემო, ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფლება, ხვალინდელი დღის შიშის არქონა, ჯანმრთელად ცხოვრება რა. ამიტომ ჩვენ თითეული ჩვენთაგანი ამ სულისკვეთებით ვიღვიძებთ და ვდგამთ ნაბიჯებს. და თუნდაც ეს დღევანდელი დღეც ამისი გამოძახილია, აქ მონაწილე ადამიანები, ეს დარბაზებით ტევას ვერ იტევს, ხო ჩვენ ვხედავთ. ამ ადამიანების უკან მთელი ოჯახებია, მეგობრებია, ნათესავებია, ასე რომ უფრო ბევრი ვართ, უფრო ბევრია იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ევროკავშირში შეაბიჯებენ. მე ძალიან მიხარია, რომ ბათუმში ბევრი განსაკუთრებით ახალგაზრდების სიჭარბე იყო და ბევრი ადამიანი მოვიდა ევროპის დღეზე. ჩვენ სტენდზე წარმოვადგინეთ სუფთა ჰაერის ღონისძიებები. ეს გახლავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი, რომლის მიზანიც გახლავთ ხელვაჩაურის რაიონში ჰაერის მონიტორინგის სისტემის შექმნა. და ეს სისტემა პარალელურად შეიქმნება როგორც ხელვაჩაურში, ასევე შავი ზღვისპირეთში, იმ ადგილებშიც, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ძალიან საინტერესოა შედეგების გაცვლა და გამომწვევი მიზეზებთან ბრძოლის ღონისძიებები და ჩვენი თამაში სწორედ ამას ეძღვნებოდა. ყველა მოთამაშე იყო ქალაქის მერი და სამი ვარიანტიდან ირჩევდა ღონისძიებას, რომელიც შეიძლებოდა მას განეხორციელებინა იმისთვის, რომ გაეუმჯობესებინა ქალაქის ჰაერი. და საკმაოდ რთული თამაში იყო, იმიტომ რომ სამივე ღონისძიება, რომელიც იყო შემორთავაზებული, არ იყო მარტივი, იმიტომ რომ მოითხოვდა გარკვეულ აკრძალვას, გარკვეულ შემცირებას, შეზღუდვას, მაგალითად ერთ-ერთი ღონისძიება იყო, რომ ქალაქში მანქანით გადაადგილებაზე უარისხმა დროის რაღაც მონაკვეთში, ქალაქის რაღაც ნაწილების ჩაკეტვა და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან ბევრი ახალგაზრდაც და არაახალგაზრდა ძალიან სიამოვნები ჩაერთო ჩვენ თამაში და ძალიან თამამი და კარგი გადაწყვეტილებები შემოგთავაზეს და ძალიან მიხარია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არის მათი სიმრავლე და ბევრი ახალგაზრდა ადამიანია დღეს ჩვენ გვერდით ევროპის დღის აღსანიშნავად. მე მაგალითად პირადად და უშუალოდ ევროკავშირის ხარდაჭერით განხორციელებულ მაქვს პროექტი, რომელიც საზღვაო თიოფაუნის შენარჩუნებას უწყობდა ხელს. მეთევზე და ტრადიციულ მეთევზე და ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. გრადის სოფლის მეურნეობის პრინციპების დამკვიდრებას. სწორედ ამ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, როცა უამრავმა მცირე მეწარმემ მიიღო ხარდაჭერა სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით. უზარმაზარი რესურსები ჩაიდო, არა რაღაცა კონკრეტულად მხოლოდ და მხოლოდ ადვოკატო პროგრამებში და პოლიტიკის ცვლილებებში, არამედ პირდაპირ ბენეფიტი უშუალო სარგებელი მიიღო მოსახლეობამ, კონკრეტულმა ოჯახებმა, მცირე ბიზნესი განავითაროს. კაი, ჩვენ რეგიონს რო შევეხოთ, მაგალითად, ქედაში ემპარს უზარმაზარი რესურსია დახარჯული, ხო? ანალოგიური გაკეთა გურიაში, წალკაში, ყაზბეგში, აბროლაურში, უამრავ მუნიციპალიტეტში, სადაც უშუალოდ ოჯახების დონემდე მივიდა ეს რესურსი და ბენეფიტი. და ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ რაღაც პოლიტიკის ცვლილებები, საკანონმდებლო ნორმების შემუშავება და ასე შემდეგ. უშუალო ბენეფიტს ღებულობდა ადგილობრივი მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორად უნდა გვესმოდეს ეს მხარდაჭერა. ვისაც არ გვიმუშავია ამ სფეროზე და ევროპულ და საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობის გამოცდილება არ ქონია, ხო? ძალიან რთულია იმ ადამიანებს ეს ყველაფერი აუჩნდა, მაგრამ მე 18 წელი ვმუშაობ არასამთავრობო სექტორში, მუშაობდი ალბათ უკვე შემილია გარკვეულწილად წარსულში თქვა, იმიტომ დღეს ფაქტობრივად საკანონმდებლო მექანიზმები აღარ გვაძლევს საშუალებას, რომ ისეთივე ეფექტურად იმოქმედოთ, როგორც აქამდე შესაძლებელი იყო ოპერირების ფაქტობრივად შესაძლებლობა მინიმუმამდე დავიდა.
თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არანაირი არასდროს არ ყოფილა რაიმე დირექტივა, რაიმე მითითება, პირიქით ყოველთვის აქცენტი კეთდებოდა ჩვენ ინიციატივების გათვალ. ჩვენ ვაწვდით იდეებს, ინიციატივებს, რომელიც კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებს მხარდაჭერას უწევდა, გარემოს დაცვით, იგივე სამეცნიერო კვლევით მიმართულებით უზარმაზარი, აი რაც კი შეიქმნა ბოლოს სამეცნიერო კვლევითი ასე პოტენციალი, რესურსები. ხშირ შემთხვევაში ეს საერთაშორისო ფონდების მიერ მხარდაჭერა. ეს ხო ხმარდება ჩვენს ჯანსაღ მომავალს, ხო, ჩვენი შვილების მომავალს ხმარდება. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების პრინციპის პრაქტიკაში აღსრულებას ხმარდება, ხო? ამას პირდაპირ ზეგავლენა აქვს თითოეული ჩვენგანის პირად ცხოვრებაზე, ხო? საოჯახო ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ხო? აქედან გამომდინარე ეს არ მინდა არ ვამეტებ ნამდვილად, აი გულწრფელად შემიძლია თქვა, გამომდინარე იქიდან მე თავად ვიყავი ამ პროცესების მონაწილე და არაერთი 50-ზე მეტი და საერთაშორისო პროექტის გამხორციელებელი რეგიონში და არაერთი რამოდენიმე მილიონის რესურსის მოზიდვა მოხდა ჩემი ორგანიზაციის მხრიდან მაგალითად, რომელიც მოხმარდა პირდაპირ მნიშვნელობით მოხმარდა საზოგადოებრივ ინტერესებს, ყველაზე მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მხარდაჭერას, გარემოს დაცვის სექტორში იმ ნიშების ათვისებას, რომელშიც საბიუჯეტო რესურსები ფიზიკურად ამას არ წვდებოდა. აი ხშირ თავარი ბენეფიტარია, ასე ვთქვა და მიმღები ამ ბენეფიტის იყო თავად სახელმწიფო. დღემდე სხვათა შორის საქართველოს გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთო პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო მხარდაჭერით, ხო? ანუ პირველი ასე ვთქვა მიმღები ამ გრანტიორი პირველეს ყოვლისა პროცენტული მაჩვენებლები და უფრო მაღალი სკალა იყო სახელმწიფო სტრუქტურებს, ხო? ხშირი იყო პარტნიორული ჩვენს ქონია არაერთი პროექტი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად განხორციელდა და ორივე მხრივ იყო ძალიან პროდუქტიული და გარკვეული რესურსების კონსოლიდირება მოხდა, რომელიც ეხლა უკვე ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ პირობებში ძალიან რთულია უკვე იმდენად სხვა პლატფორმაზე გადაიყვანეს ჩვენთან დამოკიდებულება, რომ დღეს უკვე ძალიან რთულია, რომ ისევ დაუბრუნდეთ იმ დღის წესრიგს, რომელიც ერთი პერიოდი ძალიან კრედიტი იყო, ძალიან ეფექტური იყო და კარგი თანამშრომლობითი პლატფორმები არსებობდა საზოგადოებრივ სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებში. დღეს ფაქტობრივად უკვე ძალიან რთული ხდება, ფაქტობრივად შეუძლებელია ამ კუთხით თანამშრომლობის პლატფორმა. ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში ესია. ძალიან მიძნელდება ამას რომ ვამბობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ჩემი ცხოვრების დიდი აწილი მოვახმარე ამ საკითხებზე მუშაობას და ჩემი კოლეგები, მეგობრები ყოველთვის ცდილობდით რაღაც პროდუქტიული ყოფილიყო ჩვენი საქმიანობა და ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრ შედეგსაც ვაღწევთ. დღეს უკვე ფაქტია რომ ეს სექტორი მთლიანად ჩამოშლის პირასა თუ საერთოდ ჩამოშლილი არა. თუმცა იმედს ვიტევ რომ ისეთი საკითხები როგორიცაა საკოლმოქმედო მიმართულება, გარემოს დაცვა, მაინც გარკვეული ნიშნით მაინც დარჩება და ამ სისტემებსაც ბოლომდე არ ჩამოშლიან, იმიტომ რომ ამ კუთხით განსაკუთრებულად გჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა, ბიუჯეტის რესურსები ამ ყველაფერს ვერ მიწვდება ვერასდროს უახლოეს პერიოდში ყოველ შემთხვევაში. ბათუმი ჩემისათვის ყოველთვის ევროპული ქალაქი იყო და შესაბამისად ეს დღეც აქ რომ აღინიშნება ძალიან მნიშვნელოვანია და სტენდები ყველა საინტერესო იყო რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც გამოვყოფდი არის სტენდები გარემოს დაცვითი კუთხით და ქვიზები აქვთ ძალიან საინტერესო. მეც ბევრ ქვიში მივიღე მონაწილეობა და კარგი საჩუქრებიც ავიღეთ და საინტერესო არის ეს დღე ყველა ასაკის ადამიანისთვის, ვინც მობრძანდა.